მოგესალმებით, მეგობრებო, ჩემი ავსტრიელი მეგობარი თამი, გიდი ავსტრიაში ჩამოსული არის ახლა ისევ დროებით, წიაზე ერთობლივ ვიდეოები შემოგთავაზეთ. კოტიტაც ესწრება ჩვენს შეხვედრას. და მინდა დღეს საინტერესო თემები შემოგთავაზოთ. დაახლოებით ახლა თამის კითხე რა ინტერესებს მას, მაგალითად ასტროლოგიურ კომბინაციებზე, რა კითხებს დაუსვამდა ასტროლოგს, ესე რა ვთქვათ. და რაღაცნაირად შევჯერდით, ცოტა სინასტრია რაღაცნაირად აინტერესებს, ხო? და კი მქონდა ადრე რაღაც ვიდეოები სინასტრიაზე, თუმცა თამის მივყვები ახლა მის კითხვებს. რა კითხავს დამისვამდა მაგალითად, რა ინტერესებს ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ეს მისი კითხვები არის ფაქტობრივად თქვენი ძალიან ბევრი ადამიანის კითხვაც და ფიქრიც გარკვეულწილად და რადგან ახლა მე ჩემი დგეგმავ ხოლმე ვიდეოებს და ჩემი წერ, საინტერესო არის მეგობრების კითხვებიც, როგორ შეიძლება მაგალითად რიგით ადამიანსაც აინტერესებდეს რაღაც ისეთ საკითხები, პირდაპირ ეკითხებოდეს ასტროლოგს მაგალითად. ძალიან ახლო მეგობარი არის ჩემი თამო, ესე იგი ახლა ბათუმში წამოვიყვანე და იქ საქაურობა ისეთ წვიმა არის და თუ რაღაცა მოვასწარით გვიხარია, მე ვაცილებ მიფრინავს ისე. ხო და აი ამ ერთობლივ, მოკლედ დღეს წვიმა არის და რა გავაკეთოთ, ისე ასტროლოგიაზე ვლაპარაკობდით დილიდან და მოდი ვარემ ჩავწეროთ თქო ვიდეო და ესე გამოვიდა ერთი ჩემი ქუჩის საყვარელი ჩუგა ნავარიები, ნამკურნალები წაიყვანა ავსტრიაში თამომ და ეხა არის იმ ჩვენი ლეოს პატრონი და აი ამან დაგვამეგობრა ერთმანეთს და მოკლედ ეგეთი ამბები. ეხლა მინდა თამსთან ვიკითხო რა ინტერესებს, რა გაინტერესებს თამ? სინასტრია ხა ძალიან დიდი თემაა ზოგადად, შენ რა გაინტერესებს კონკრეტულად? რა ნახე აი შენ ცერკვევი ასტროლოგიაში? აი რა აი შეთავსების რუკებზე როცა ვლაპარაკობთ ხოლმე, ხო? აი ძალიან ისეთი მე ტექნიკურადაც შემიძლია გიპასუხო სიტყვაზე, ემოციურადაც რა გაინტერესებს ყველაზე მეტად? აი მართლა საერთოდ არ დაგვიგეგმია დიდი კითხვა. უბრალოდ ისე ვლაპარაკობდით და თემა ეს პირველი მომივიდა თამო თავში არის ეს რომ როდესაც სინასტრიაში არ არის სატურნის ასპექტები. აი ეს ძალიან ხა ვინ ცოტათი რკავ ასტროლოგიაში იცის რომ სატურნის ასპექტი მთავარ პლანეტებთან სინასტრიაში. კარგი რომ არის რომ არ არის. ჰა? აი, იცით როგორ არის? სატურნი ითვლება რომ თუნდაც მოქმედებს, ანუ სატურნია, მაგრამ თუ სატურნის ასპექტები არ არის, მე ესე ვიცი რომ არ არის, ისე სინასტრია არ შედგება. ანუ ურთიერთობა არ შედგება, ხანგრძლივი არ იქნება, შეიძლება იყოს აი უცაბედი შეხვედრა, რაღაცა აღმაფრენა, არის ხოლმე გამიგია ეს რაღაცები შესწავლება ცხოვრებაში, რომ წყვილი მინახავს, რაღაცა იმ ზღაპრული ურთიერთობა აქვს, რაღაცა საოცარი და შეიძლება ნუ ერთ თვეში, ორ თვეში დამთავრდეს ეს ურთიერთობა, სამ თვეში დამთავრდეს ურთიერთობა და სატურნის ასპექტი უნდა იყოს, მე ესე ვიცი, აი რა ხდება ამ დროს. ძალიან საინტერესო რაღაცა მკითხე ახლა შენ, ეს ამაზე არ მელაპარაკე, ახლა აგეხსნე როგორ მუშაობს სატურნი სინასტრიაში, რამდენიმე ასპექტში აღვნიშნე. აი რა მინდა კითხო, სატურნი პირად პლანეტებთან უნდა იყოს თუ სახლებში შეიძლება უერთდებოდეს? ესე იგი პირველ რიგში სატურნი ჩვენთან აქვს დროის აღქმადობა. დროში წელავს სატურნი ყველაფერს, ამიტომ შენ დაგიგია სწორად რომ თუ არის სინასტრიულად სატურნი კავშირში, ახანგრძლივებს ურთიერთობას, დროს წელავს. ოღონდ მნიშვნელოვანი არის ეს სატურნი იყოს კარგად ასპექტირებული. საერთოდ სინასტრია ჩვენ როცა უნდა შევხედოთ, ვითვალისწინებთ აუცილებლად ჯერ ცალ-ცალკე რუკებს. რა ხდება იქ? აი თქვათ მეგობრულ სინასტრიას უყურებთ, უნდა იყოს მეგობრობის კომბინაციები როგორ აქვს ადამიანს, იმიტომ რომ რაც არ უნდა სინასტრია კარგი იყოს, შეიძლება აქვს ადამიანს პირად რუკაში სერიოზული პრობლემები. და ის უკვე აუცილებლად მოახდენს ზეგავლენას ამ ყველაფერზე, ანუ ჩვენ ტრავმებით მივდივართ ურთიერთობებში. იქნება ეს მეგობარი, იქნება დედმამიშვილი, თუ იქნება პარტნიორი. ეს ტრავმები რამდენად არ აქვს დამუშავებული ადამიანს, დამუშავებული აქვს, მაგის მიხედვით დგება სინასტრია. ამიტომ ჯერ მე პირადად როცა ჩემთან რუკაზე მოდიან პირად რუკაზე და უნდათ ურთიერთობებში სინასტრიული ანალიზი დავდო, მე ჯერ პირად რუკას ვაკეთებ, ამ ადამიანის ტრავმებს, ქვეცნობიერებს, ბავშვობის მოდელებს ვითვალისწინებ და აი შემდგომ ვუყურებ პარტნიორის რუკას, თავისი ბავშვობის ტრავმებით, თავისი ყველაფერი და მე ვადებ ამ ორს ერთად. კი, დედახვევი, ეს იყო ჩემ შემთხვევაშიც 2014-ში, როდესაც ჩვენ რამდენიმე რუკა გამიკეთე.
ხო, აღარ მახსოვდა. მე მახსოვს. საერთოდ ეგრე მუშაობს სინათლეში. შემდგომ სატურნს რაც შეეხება, სატურნი არის დროის მაჩვენებელი, ხანგრძლივობის მაჩვენებელი. ანუ გაქაჩავენ დიდხანს თუ ვერ გაქაჩავენ. თუ არის ნეგატიურად, შეიძლება იყოს გაქაჩვა დიდხანს, მაგრამ ატანის რეჟიმში. ოღონდ სატურნი არ გულისხმობს ჩხუბს, წილ-კილოს კონფლიქტებს. აი ზუსტად თუ ჩემი სატურნი ვიღაცის ვენერასთან არის შეერთებაში, ეს იქნება რომ მე ვარ მისთვის სატურნიანელი რაღაცის მასწავლებელი. მე არ მოვედი ჰარმონიულად, მოვედი სწავლისთვის, რაღაც დაამუშავე ვეუბნები ვენერას ზონაში, მაგალითად. ადამიანის სულიერი განვითარება განსაზღვრავს, ეს იქნება სადამსჯელო ღონისძიება თუ სასწავლებელი ღონისძიება. სადამსჯელო არის დაბალ ვიბრაციული ენერგია, ესე ვიძახით, როცა მე ვხედავ არაცნობიერ დონეზე რაღაც პრობლემას და პირდაპირ ვეჩხუბები ადამიანს, ან ვსჯი. მაგრამ თუ მაღალ განვითარებულ ადამიანზე არის საუბარი, ან სიჩუმით, ან დაკვირვებით, აი ასწავლის მეორე ადამიანს ზოგადად. ხშირად არის სატურნიანელია პარტნიორი თუ არა მისთვის მაგალითად, ხო? და ურთიერთობაში შეინიშნება თუ არის შინაგანი აი ეს რომ მეორე მხარე რაღაცნაირად ან იყიდებს ჩემ პასუხისგებლობებს თავის თავზე. მე მგონია რომ შენ უფრო მაქსენარში იყავი, ვიღაცების სატურნის ამტანი იყავი. სიტყვაზე, ჩემი აღქმით, ვიდრე იყოს ეს ჰარმონიული ბალანსი. პირად პლანეტებთან ძიმედ ვამბობ, სატურნი თუ არის შეერთებაში, ეს არის ჩაქრობა მთვარესთან, აქრობს მეორე ადამიანის ემოციებს, უუფასურებ მაგალითად, ან კიდევ პასუხისგებლობებს ოჯახზე, ემოციებზე და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. შეერთება და კვადრატი და ოპოზიცია საუბრობთ, ხო? ჰარმონიულ ასპექტში ესეც არ არის მთლად ისეთი ჰარმონიული, იმიტომ რომ სატურნი ზოგადად მძიმე პლანეტაა და ურთიერთობებში რაღაც სწავლის და გაკვეთილის მიღების ენერგეტიკული ველი შემოდის. მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში ეს არ არის გადაულახავი წინააღმდეგობა და არ არის რომ ეს უბედურების განცდას მაძლევს. ხშირად არის ხოლმე რომ აი მე რაღაც უბედურად ვგრძნობ თავს. ეს სატურნის მე სხვა ადამიანის სატურნი ჩემს პირველ სახლში თუ ჯდება, ან ჩემ მეშვიდე სახლში, ან მეოთხე სახლში ჯდება ვიღაცის სატურნი. ეს ნიშნავს უკვე რომ ოჯახში სატურნული ენერგია იდგება. ხდებით? მისი, აი მე რო სიმყუდრავე ემოციურის მინდა ის სატურნის ენერგიით მხდება. თუ არის ვიღაცის სატურნი ჩემ მერვე სახლში მაგალითად, ხო ეს არის ძალიან პრობლემური ღრმა ურთიერთობა და ის შეიძლება მასწავლიდეს მე რაღაცა ღრმა ჩემს სიღრმეებთან ან ჩემს შინაგან ენერგიასთან გამკლავებას მაგალითად. ნებისმიერი ვიღაცის სატურნი ჩვენ რომელიღაც სახლში და 12 სახლი გვყავს ჩვენ და ამ სახლების მიხედვით ხედავთ უკვე ფუნქცია რა არის ადამიანის ხო რისთვის მოდის ჩვენ ცხოვრებაში ჩემ პირად პრაქტიკაში თან სატურნი არ აქვს მნიშვნელობა შენც მაგალითად შენ სატურნი ყავს ის მე რომელ სახლში ვიჯდება იმის მიხედვით ვიღებ შენგან სატურნულ ენერგიას ხო ან მასწავლი ან მიმითითებ ოღონდ ხშირად ზოგჯერ ეს საერთოდ არაცნობიერ დონეზე ხდება ახლა ვიღაცის აი ჩემი სატურნი თუ ვიღაცის მე-12 სახლში ხდება მე ვაშიშვლებ შეიძლება მის ფსიქოლოგიურ ტრამვებს აი უბრალოდ ხედავ შეიძლება და მას აქ უკვე განცდა რომ ჩემთან შეიძლება არ უნდოდეს ყოფნა თუ ჩემი სატურნი ვინმეს პირველ სახლში ხდება ადამიანი აღმექვამს რომ მე ვზღუდავ მას მაგალითად ხო მე დისციპლინას ვას მე სატურნიანელი ვარ მისთვის ხო ხო და სახლებში რეალურად გაცილებით მეტი გავლენა აქვს შეიძლება საერთოდ არ ხონდეს პლანეტებთან მაგრამ კუთხურ სახლში იყოს ან რომელ სახლში ჩდება მე ის აღარ ჩემს მეხუთე სახლში თუ ვიღაცის სატურნი ჩდება მე მაქრობს ეს როგორც რაღაც სიყვარულის ან სილაღის ენერგიის მატარებელს ვიღაცის სატურნი ჩამაქრობს ან პირიქით თუ რაღაც ბარიერებს გადავლახავთ აი ეს უკვე ძალიან მყარი იქნება ეს ურთიერთობა. ანუ სატურნი რეალურად რას იძახის, რომ გიგწესებს, რაღაც საზღვრებს, რაღაც პრობლემებს გიქმნის, ან ურთიერთობაში, მაგალითად პარტნიორთან ურთიერთობაში, ხო? გიქმნის სირთულეებს, თუ გადალახავთ, თქვენ იქნებით უკვე ძალიან დიდხანს ერთად, თუ ვერ გადალახავთ, ის გაგიშვებს ამ ურთიერთობიდან. აი პრინციპი სატურნული ეს არის. ნებისმიერ ურთიერთობაში სატურნი ძალიან მკვეთრად არის ჩართული. თითქმის ყველა სინასტრია რომელიც მინახავს ყოფილა სატურნთან სატურნი ყოფილა შეიძლება პლანეტებთან იმიტომ რომ ხა სახლები ყოველთვის არ ვიცი იმიტომ რომ არის ზუსტი დაბადების რუკა მაგრამ აი
ყოველ შემთხვევაში პლანეტებთან ყოფილი. აი ახლა გულახდიათ რომ გითხრა მე მაგალითად ხო ქორწინების მაჩვენებელში არ მქონია პარტნიორთან სატურნის ასპექტი საერთოდ. და აგარ 21 წელი არის ქორწინებაში ვარ მაგალითად. ხო ეს არ არის აპრიორი საკუთარ გამოცდილებაზე რო გითხრა. არ ნიშნავს აპრიორს რომ პლანეტა პირადი პლანეტა შენი პარტნიორი სატურნს არ უკავშირდება საერთოდ. საერთოდ არ არის, მაგრამ სახლები სახლებშიც არ არის ახლა ისეთ სახლში რომ სიყვარულს ან იმას განაგებდეს, უბრალოდ მე რას გეუბნები, იცი აქ რომ პირად გამოცდილებასაც გეუბნები, საერთოდ არ არის სატურნი, მაგრამ მე მყავს ძლიერი სატურნი რუკაში, თან სასწორში. ანუ აქ უკვე პირად რუკაში ჩემთან ჩანს, რომ პარტნიორ სატურნული ენერგია ექნებოდა. ან ვინც რამე რო იყოს სხვა ქორწინებებში ვინმე გამოჩნდეს, ეს სატურნული ენერგია უნდა იყოს სიტყვაზე, მოთხოვნილებაში არის. და არ ნიშნავს ეს პირად კავშირს სატურნის, უბრალოდ ამ შემთხვევაში მე რო პავდეს სუსტი სატურნი, მაშინ ის არ იქნებოდა უკვე სატურნულ ენერგიაზე, ხო? მაგრამ სატურნი სასწორი ზოგადად ძალიან დიდ ხანს ინარჩუნებს ქორწინებას, მაგალითად. ეს ჩემ პირად რუკაში წერი. მეშვიდე სახლში სატურნი იგივენაირად სასწორული ენერგია არის, ხო? მეშვიდე სახლებო პარტნიორი ძალიან დიდ ხანს შეინარჩუნებს ეს ქორწინებას. და უკვე ტიპაჟი არის ეგეთი და აქ უკვე ჩანს რომ ეს შენი ძალისხმევით ხდება სიტყვაზე, ანუ შენ ამას უზრუნველყოფ რომ ესე იყოს და არა ის რომ რაღაცა ვიღაცა აქეთ გიჭერს. სხვა გამოცენა არ დამავიწყო შენ რომ მითხარი, ეხლა სატურნიო მე-12 სახლშია. მე მყავს მე-12 სახლის სასწორში. სასწორში საკმაოდ სატურნი. არა, სატურნი ერთ ჩხებში მყავს. მაგრამ შენ ხო ხარ სატურნი სასწორში, მე მყავს მე-12 სახლში. ანუ მე-12 სახლი ჩემი არის სასწორით. და ჩემი სატურნი ესე იგი შენთან ჭდება მე-12 სახლში. ეს ნიშნავს რომ მე ან შენ სულიერ ჭყალებში გამოღვიძებაში რაღაცნაირად გეხმარები, ან მე რაღაცნაირად გასწავლი, იმიტომ რომ სატურნის სწავლასთან არის დაკავშირებული. სიტყვაზე მე თან როგორ არის, მე-12 სახლი არაცნობიერად მიდის ეს. ანუ მე განაუშვალოდ მოდივარ შენთან რაღაცა გასწავლება. აი ძალიან დაფარულად სტრუქტურას გიცვლი სიტყვაზე. იქ რა ხდება? შენ რო კერჩხებში გყავს სატურნი, ხო? წესით ეგ ჩემ მე-12 სახლში უნდა ჩდებოდეს შენი სატურნი. ხო. იმიტომ რომ მე კერჩხები მე-12 სახლში მიზის. და თან მახსოვს რომ გრადუსებით არ აქვს ახლა მთლად საწყის გრადუსი ესე. სატურნი მაქვს 4 გრადუსი. მაშინ მე-11 სახლში არის შენი სატურნი. დასაწყისი გრადუსები. მაშინ მე-11 სახლში ჩდება. თუ მე-11 სახლში ჩდება, შენ წესით სატურნულად რაღაცნაირად, ხო? აი შეიძლება ახლა მე რაც მახსოვს ჩვენ ურთიერთობაში, ანუ შენ გამოხვედი ადრე კონსულტაციის კუთხით კავშირზე ძალიან ბევრი წლის წინ, მაგალითად სოციალური ქსელი 12-13 წლები იყო. ხო და აი სატურნმა იცის ხანგრძლივი ურთიერთობა, ხანგრძლივი მეგობრობა ხშირად. ხა მე-11 სახლი ჩვენთან მეგობრობა არის, ეს არის მსგავსი იდეალები, მსგავსი ღირებულებათა სისტემა. ხო, მე ცხოველთა დაცვის ხო, ჰუმანური რაღაც ისეთი ისენი, მაგრამ ყველა ვარიანტი ახლა მე ძალიან მარტივად ვლაპარაკობ, მაგრამ ნებისმიერ ურთიერთობაში ახლა ჩვენთან თუნდაც ჩემი სატურნი შენზე იმოქმედებს, შენი სატურნი ჩემზე იმოქმედებს ყველა ვარიანტში. იქ იუპიტერიც მუშაობს, ეხლა აღმოვაჩინეთ. ხო. და იქ ყველაფერი ეს მუშაობს, მაგრამ მე-11 სახლში შეიძლება როგორი იყოს იცი, რომ შენ მაძლევ სტრუქტურას, აბა რა გავაკეთოთ ახლა? აბა ეს მომავალში როგორ შეგვიძლია ეს რაღაცნაირად, მე ხა იდეას ყვები ისე ზოგადად, ხო? იმიტომ რომ მე-11 სახლს ჭირდება სატურნი რუსომან ჭირდება რაღაც სტრუქტურა არის. რაღაც სტრუქტურა შეიძლება შემოგაქვს ჩემთან, მაგალითად. სიტყვაზე, ხო? ანუ ეს არის აი სატურნული პასუხისგებლობების განცდა. ოღონდ შენ კი არ ცდილობ, არც მე არ ვცდილობ, ეს თავისთავად ჩვენი სატურნული ენერგია აკეთებს ამას. როდესაც არის ძლიერ ნიშნებში სატურნი, ხო? ეს იქნება, თან შენ კერჩხებში ყავს, კერჩხები უკვე ემოციურად მუშაობს, არა პირდაპირ. აი შენი სატურნი სხვებზე იმოქმედებს ზრუნვით, წინაზე რო ფოტო გვაქვს მე და შენ რო გეხუტები და საო თამნა მახალი დედიკო იშოვაო. იკაღანდაო. აი შეიძლება შენ რაღაც ზრუნვას აძლევ ადამიანს მაგალითად, ან ემოციებს, ან დედიკობის, ან ზრუნვის რაღაცა ელემენტს, ხო? ანუ სადაც შენ შეხვალ, შენი სატურნი კერჩხებულად იმუშავებს მაგალითად, ხო?
და ამას აქვს მნიშვნელობა წყლის სატურნები ცოტა სხვანაირად მუშაობს თევზებში, ვისაც აყავს ახლა სატურნი, იმათთვის უფრო ფსიქოლოგიურ, ემოციურ დონეზე მუშაობენ ვიღაცეებზე, მაგალითად ზემოქმედებას ახდენ ამით, თუ ცეცხლოვანი სატურნი არის, აქ მოქმედებითი გააკეთე ეს, წარმომყევი მოდი ეს იქ უკვე აქტივობაზე იქნება უფრო ორიენტირებული, ხო? თვითონ ამიტომაც სინასტრიაში ძალიან მნიშვნელოვანი არის უბრალოდ ის კი არა რომ ჩემთან შეხებაში არის ვიღაცის სატურნი, რომელ ნიშანში არის, რომელ სახლში ყავს უკვე იმას. იმის მიხედვით, ახლა მე კანონების სახლში მყავს სატურნი, ხო? ეგრევე პასუხისგებლობა აიღე პარტნიორთან რა შეიძლება მქონდეს, ხო? ჩემი ზემოქმედება, ბალანსიცა, წონასწორობასიცა, პასუხისგებლობებს იღებ, ეგრევე ჩემი მოთხოვნა იქნება სერიოზულობა. თუ პირად ურთიერთობებში არის, ეგრევე შეიძლება სატურნმა მოითხოვოს სერიოზულობა ურთიერთობებში. და ეს იმას კი არის, რომ ჩადგმით და 200 წლით ქორწინება. აი მაგალითად პასუხისგებლობები აიღოს ადამიანმა ურთიერთობაშიც თუ იქნება ეს რა. ინფანტილური არ იყოს ტიპი მაგალითად ჩემთვის მეგობრობაში ძალიან მნიშვნელოვანი არის დასაყრდენი იყოს ვიღაცა ხო და შეიძლება არაფერი არ თქვა მაგრამ ჩემი სატურნი უკვე არაცნობიერ დონეზე იმ ადამიანს ეძეწელას ახლა სერიოზულია ამასთან შეიძლება ხა რაღაცა ისეთ ჩავატარო ხო უპასუხისგებლობა სიტყვაზე ხო ეგ ძალიან სერიოზულობა სატურნი მერწყულში და თხიცხაში ხო საერთოდ ძალიან სერიოზულია ანუ რაც უფრო ძლიერი არის სატურნი იმ ადამიანის ენერგეტიკა უფრო ძლიერი არის იმ კუთხით რომ გთხოვს უკვე რაღაცეებს შენ. ანუ აი სტრუქტურას თხისრქა მაგალითად სატურნი, ხო? რომ აიღე შენ თავზე პასუხისგებლობები, რატო გაურბეხარ პასუხისგებლობებს? დასაყრდენი უნდა იყო ვიღაცისთვის. შენი სატურნი უკვე ამას თხოვს ხვას. და თუ არის წყლის, ხო? აქ შენი სატურნი იმუშავებს უფრო ზრუნვის კუთხით მაგალითად. ვალდებულებები შენ თავზე აღებით. მაგიტომ გითხარი, რომ შეიძლება უფრო პარტნიორების დედიკო ყოფილიყავი შენ, ან ურთიერთობებში მე ვზრუნავ ამაზე, მიწევს სატურნის ენერგია. და შესაბამისად, შენი ენერგია გადამწყვეტი არის უკვე სინასტრიაში, რომ შევიტანოთ, თორე ისე ვერ გავაკეთებ, ან არის მე თუ შენი სატურნული პრინციპი არ დავინახე, სხვა სინასტრიულ ურთიერთობაში როგორ შედის მე ამას ვერ გავიგებ. ამიტომ ჯერ პირველად შენს ანალიზს ვაკეთებ შენი რუკის, შენ როგორი სტრუქტურა გაქვს, როგორ ასპექტებში გაქვს სატურნი და სინასტრიაში უკვე ის განიხილება, მაგრამ სატურნს ახლა აი რაც უფრო ძლიერი, ბოდიში რაც უფრო ძლიერი ყავს სატურნი. მით უფრო ზემოქმედებას ვახდენთ ნეგატიურ სხვებზეც. ნეგატიური რა კუთხით? უფრო მეტია პასუხისგებლობები და მოთხოვნები. უფრო მეტი არის აიღე შენ თავზე პასუხისგებლობა თემა მაგალითად, ხო? აი მე მქონდა ესეთი ის მაგალითად აი ცხოველები, ხო, თუნდაც, ხო? აი სულ მიკვირს ხოლმე, რომ არ ულიან, არ იღებენ პასუხისგებლობას. ანუ ძლიერი სატურნი ეს არის, რომ მე რასაც ხოლმე იქნებს, რომ ეს ამათზე მაქვს სამსახურზეად ძლიერი პასუხისგებლობა. ეს სტრუქტურა არის. მაგრამ წყლის ნიშნებში უფრო ემოციურ პასუხისგებლობაზე არის აქ ლაპარაკი. უფრო აი მე მას უნდა ან მოусმინო, ან ვიზრუნო, მასე საჭმელი გავუკეთო, რაღაცები გავუკეთო, ემოციურად მე ვინერვიულო ამ ადამიანზე, ხო კარგად მიაღწია, ხო კარგად იმასგან აი ვიზრუნო, სუპერ. აი სატურნი კერჩხება მაგალითად. ამით შეხვალ შენ სინასტრიაში ყოველს. ეს სატურნის ენერგიაზე რო ვილაპარაკოთ. თუმცა პირად პლანეტებთან მაინც ეს არის კლასიკურ ასტროლოგიაში პირდაპირ ესე ქვია უბედურების ბეჭედი. ვიღაცის სატურნი ჩემს ზესთან რო არის მაგალითად, ხო? ეხლა შენ რო პირველ გრადუსებზე გყავს სატურნი კირჩხიბში, მე ზე მყავს ბოლო გრადუსებზე. აქ რო ყოფილიყო შეერთება, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა ურთიერთობა. ამაზე არის ლაპარაკი. ანუ მზე რა არის, რომ მე მინდა გავიხსნა, მე მივაბობ, ეს მინდა და ის არა, რა დროს ეგ არის. სატურნიანელი ესე მომექცევა და პირად ურთიერთობაში ცოტა მძიმედ ვლინდება ხოლმე. ანუ მთვარესთან ალბათ უფრო ზუსტად ხა მე ვიცი ერთი სინასტრია, სადაც სატურნი არის მთვარის ოპოზიცია. აი პარტნიორი. გრადუსებსაც გააჩნია ზუსტი არის თუ არა. თითქმის ერთი იქნება მამიკო, მეორე ბავშვი. შეიძლება ესე იყოს. შეიძლება იყოს რომ მე მჭირდება ზრუნვა და ვიღაცა მეუბნება რომ მე ავიღებ შენზე პასუხისგებლობას სიტყვას. მაგრამ ოპოზიცია როა, აი ამ შემთხვევაში მე მგონი ადვილად არ იქნება. ცუდი მამიკო. ემოციურ დონეზე. ოღონდ როგორ არის, მთვარე არის როგორ რაღაცა, ვერავერ დაინახავს, ზოგჯერ ჩვენც ვერ ხედავთ. ანუ მე რომ მთვარის პრინციპებში გარკვეულიყავი, რამდენიმე წლიანი თერაპია დამჭირდა. ანუ რო გავიგო
ჩემს შინაგან სამყაროს რა უნდა? თვარე გვიჭირს, მაგრამ ხედავთ საერთოდ ან ჯანმრთელობის პრობლემები გვივლინდება მერე, ან ემოციური ხა ნერვოზული ფონი, როცა აქ ადამიანს იმისი მთვარე არ არის დანახული და გაცნობიერებული და მაგიტომაც არის ნერვოზი. ანუ აი ამ ფორ ფსიქოსომატიკით ამოდის ხოლმე ხშირად მთვარე. თუ ჩვენ მისი არ გვესმის. ამიტომ სინასტრიულად შეიძლება ძალიან გვიან იყოს გაცნობიერებული, რომ რაღაცა პრობლემები არის. თავიდან ეგონოს ადამიანს, რომ ყველაფერი ოკეია. ანუ თავიდან შეიძლება ეს რამდენიმე თვე იყოს მაგალითად სინასტრიაში და მე გამოჩნდეს. წლები არის. სატურნი წლებზე არის. წლები ვიყავია ამ სიტუაციაში და მე გავიგვიძე თემა არის სატურნი, ვინმე სატურნი ჩვენთან ასპექტში რო არის. დროის პლანეტა არის, წელავს დროში ძალიან ყველა. მაგრამ აი როდესაც მთვარესთან არის ოპოზიციაში და დაუშვათ მაინც შეიძლება მოხდეს რომ აი მთვარის პატრონმა რაღაცა გაიგოს, რა შეიძლება ისწავლოს სატურნის. მანდაც უყურეთ ოპოზიცია როცა არის. პირად რუკაში მთავარი ადამიანის და ჯერ ერთი ხა წინაზე მქონდა ძალიან საინტერესო შენ დაესწარი ამ ლექციას ლილიტების სექსუალურ ენერგიაზე. კი. ლილიტის ენერგია ეს არის მთავარი ჩვენი ერთ-ერთი სექსუალური ენერგეტიკული ველი. და ძალიან გადამწყვეტი არის სინასტრიაში შეთავსების რუკაში ლილიტები ერთმანეთთან ჰარმონიაში არის თუ არ არის. ანუ რას ვასწავლით ჭრთილით ერთმანეთს. ვიღაცი პარტნიორის ჭრთილი და ჩემი ჭრთილი. აქ როგორ მოდიან ურთიერთქმედებაში, ხო? პარტნიორის ჭრთილი ეს არის მისი დაუკმაყოფილებელი სექსუალური ენერგიაც პლუს. მაგრამ ამასობაში ის მას რო არ აქვს ეს ენერგია, მე მით უმეტეს მაკლდება ეს ენერგია. აი მაგალითად ჩამთვარე რო არის კერჩხებში პარტნიორის სიტყვაზე, ხო? მე რას განვიცდი? მე იგივე ემოციურ შიმშილს განვიცდი, რასაც ის განიცდის არაცნობიერ დონეზე. აი შეიძლება მე მქონდეს პარტნიორისგან იმის განცდა, რომ ჩემი ემოციები მისთვის უცხო არის, არ ესმის ემოციურად ჩემი. ან გადამეტებულად ემოციურად აღიქვამს და მე ვერაფერს ვერ ვეუბნები სიტყვაზე, ხო? შესაბამისად პარტნიორთან მე შეიძლება მქონდეს სულ მუდმივად განცდა რომ მე მაკლია მისგან ზრუნვა ემოციური, სითბო მაკლია, გრძნობები მაკლია, იმიტომ რომ თვითონაც კეტავენ თავის თავში, იმიტომ რომ რა არის განდევნილი სექსუალურობა, რო ვიცახით, კერჩხები განდევნის არაცნობიერ დონეზე საკუთარ ემოციებს. და ემოციები ამ დროს აქ არის ძლიერი სექსუალურობა ემოციებში და ეს განდევნის ჭრთილი ხდება, ხო? შესაბამისად, აქ აფუჭებს ურთიერთობას იმისი ლილიტი, მე უკვე მატრიგერებს, რომ მე აქ მაკლია რაღაცა და ჩემი ლილიტით ამ ადამიანს აკლია რაღაც მნიშვნელოვანი. შესაბამისად, აქ ურთიერთობაში უკვე სულ ჭრდება დაუკმაყოფილებლობის ვიბრაციები. აი ეს დაუკმაყოფილებლობა ქმნის უკვე სერიოზულ გარღვევებს პირად ურთიერთობაში. ამიტომ მე ამ ენერგიებზე აქტიურდებიან სატურნი, პლუტონი, ურანის და შენ პლანეტები თავარ ამ ვიბრაციაზე აქტიურდებიან. თავარი ღერძი მაინც ეს არის. ეს სექსუალურ და იმას ვეძახით ამას ენერგეტიკულ შიმშილს, მოდი ესე ვთქვათ რა და თუ არის თანხვედრაში სექსუალური ენერგიები, ხო, მე არის ხოლმე ეს რაღაც აბედისწერო კავშირებს რო ეძახიან, ან ლილიტურ არქეტიპულ ურთიერთობებს რო ეძახიან, აი ისეთი ურთიერთობა რო გაჭედავენ ერთმანეთზე და რაღაც მთელი რო ვერც ერთად არიან, ვერც ანებებენ თავს. აი ესე დრამატული, კარმული ურთიერთობები ეს ყოველთვის ლილიტურ არქეტიპებთან არის კავშირში. მაგალითად, თუ არის შავი მთვარე, აი ხა ისე ფანტაზიორობ რა. მოდი ავიღოთ რომელი ლილიტი? არქეტიპი, აი, კარგი. აი ლილიტი თხისქა და ლილიტი კურო. ლილიტი კუროს არქეტიპი იქნება სიამოვნება ფიზიკურ დონეზე. მას უნდა აი დატკბეს როგორც, აი პარტნიორი უნდა იყოს ლამაზი, ჰარმონიული, უნდა დატკბეს ამ პარტნიორით, ხო? ოღონდ მოითხოს თვითონ ნაკლებად რო გასცეს ეს სინამაზი, ლამაზე სინაზე, ამას არ გასცემს. უნდა მიღება ამ ყველაფრის, ხო, მომხვეჭელი, ენერგეტიკულად, ტკბები, ხანგრძლივი, ნელი ურთიერთობით მაგალითად. და თხისქას სჭირდება დომინანტობა, თხისქას სჭირდება ენერგია არის ცივი ამ დროს აქ თვითონ რაც არ უნდა პლანეტარულ დონეზე თბილი იყოს ლილიტი თხისქა ენერგეტიკული ველი ცივი აქვს, სატურნული აქვს. შესაბამისად, მისთვის თუნდაც სექსუალური ურთიერთობა, მე არ სექს არ გულისხმობ აქ, აი ენერგეტიკულ მიზიდულ ვიბრაციებს გულისხმობ. უფრო პასუხისგებლობებთან არის აქ ჩართული, ვიდრე გრძნობების გამოშვებასთან.
ეს არ არის დიდად ვნებიანი საყვარელი რო იტყვიან, ხო? ოღონდ მე ხა იქ მარსი შეიძლება სხვა ყავდეს და რაღაცა, მე გულისხმობ აი იმ მოქმედებების მიღმა ენერგეტიკული ველი, რომელიც ზოგი ბოლომდე ვერ გრძნობს ხოლმე ამას, მაგრამ სენსუალური ადამიანები ძალიან კარგად გრძნობენ რა, აი ვიბრაციებს, ენერგეტიკულ ვიბრაციებს და მეორე პარტნიორს რა ეწყება ლილით ხისრქასთან. მე მაკლია ემოცია. ანალოგიური არის ლილითი კირჩხიბის. ორივე ლილითი ხისრქა და ლილითი კირჩხიბი ორივე ჩაკეტილები არიან ემოციურად პარტნიორის მიმართ. აი მყარად, დომინანტურად. კირჩხიბი თავს იცავს ამ სიცივით, მაგალითად და ხისრქა დომინირებას ახდენს სიცივით. ხალხები ეს ერთი შედეგი გამოდის, მაგრამ თითქოს мотиваცია სხვადასხვა. შესაბამისად, აქ ლილითი კუროსთვის შეიძლება რა მომენტი იყოს, იცი, რომ ორივე მიწის ენერგია არის, ორივე მომთმენი ენერგია არის, ნაკლებად იყოს აქ ესეთი დაჯახება ენერგეტიკული, ხო? მაგრამ ლილით კუროს კონდეს განცდა, რომ მე მჭირდება მეტი სირბილე, მეტი სითბო, მეტი ზრუნვა და ლილით ხისრქას ეს მეც არ აქვს. ოღონდ ზრუნვას მე არ პასუხისგებლობების ზრუნვას გეუბნები. ენერგეტიკა, უხილავ ლილითზე რო გავდივარ, სულ უხილავ ენერგიაში გვაქვს საქმე. და როცა მოდიან სინასტრიაში ჩემთან შიდა პრობლემები, სულ ლილიტური პრობლემები არის. მაგალითად, მეუბნება რომ პარტნიორი ისეთი კარგია, ისეთი ის არის, ისეთი, მაგრამ აი სიცივე მოდის რა მისგან, გარბის სულ სადღაც და ლილიტი მერწყული იყოს პარტნიორს. და ამ პარტნიორს თავისუფლება ჭირდება, შინაგანი ქაოსი აქვს, შინაგანი დაულაგებლობა აქვს და აქ კი არა რომ ფიზიკურად სადმე გარბის, ენერგეტიკულად ვერ იჭერ ადამიანს და ეგეთ ურთიერთობების ძალიან ისეთი ღრმა ხედვა არის საჭირო რომ იგრძნოს ქალმა ეს რომ რაღაც ახლა მე წავდა ერთი მეგობარი რომელსაც ლილითით ხისრქის პარტნიორი ყავდა და მთავარი ეს იყო სიცივე ჩაკეტილობა ურთიერთობაში ენერგეტიკული ოღონდ და ეგეთ რაღაცები უკვე ძალიან ახდენს გავლენას პირად ურთიერთობებზე მოდი მუსიკო მოდი პირად ურთიერთობებში და მე ამაზე აქტიურდება ძირითადი პლანეტარული ენერგიები. ძალიან საინტერესო ლექცია მქონდა მაგაზე ზუსტად და ძალიან ბევრი წლები ვიკვლევდი მაგას. იმიტომ რომ ახლა 15 წელია მუშაობ რუკებზე. რამდენი ადამიანი იყო მოსული და გამოცდილებასაც ხო აგროვებ და შეიძლება ყველაფერი ძალიან ოკეი იყოს პირად რუკაში, მაგრამ ლილიტური შეუთავსებლობა იყოს ძალიან ძლიერი. ახლა თუ ყავს შემთხვევაში მორიელში, მაგალითად შეიძლება წყლის ლილიტებთან ძალიან კარგად იყო იმ სიღრმეში შეხვიდე, რაც შენ გჭირდება. ეს სიღრმე, მაგრამ შეიძლება გაგიჭირდეს ლილით ქალწულთან ურთიერთობა მაგალითად, იმიტომ რომ იქ აბსოლუტურად სხვადასხვა ენერგეტიკული ვიბრაცია არის და მოდიოდეს აქ ენერგეტიკული კონფლიქტი უბრალოდ. მე ახლა არ ვამბობ, რომ აი ეს აუცილებლად ესე იქნება, იქ რუკასაც გააჩნია, სახსაც გააჩნია, ასპექტებს გააჩნია, მაგრამ პოტენციალში გულისხმობ ამას, რომ ესეც გასათვალისწინებელია ძალიან სერიოზულად. აი ლილიტი მერწყული შემთხვევაში ეს თავისუფლების სიყვარული რაღაცა ენერგეტიკული ველი არის უკვე ეგეთი. ლილიტი მერწყულში ეს არის ძალიან კარგად გამოხატავდა ჰერმან ჰესე თავის რომანში ტრამალის ვგელი. მან როდესაც არის სიუჟეტი მაგიური თეატრი, ეს მაშინ ვიყავი რაღაც 15 წლის რომ მაგ წავიკითხე, მაგ წიგნი წავიკითხე და აი დეტალურად მახსოვს იქიდან მოყოლებული იმდენად ჩაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მაგიურ თეატრში ჭადრაკით როგორ პიროვნებას შლის მთავარეს ჰარი ჰარელი და ბევრი პიროვნება გამოდის. თვითონ არის უამრავი მეთი. და ნუ მან ძალიან ისეთი ფილოსოფიური ის არის მან და სიუჟეტი, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ლილიტი მერწყულის მთავარი ღერძი. ბევრი პიროვნებაა ჩემში. ეს ლილიტ მერწყულს აქვს ზოგადად. ბევრი მე არის და მე აღარ ვიცი აქედან რომელი ვარ მე. აი ლილიტი ლომი ხო არის ანალოგიურად რომ იკარგება დიცურათში, ინდივიდუალიზმში იკარგება ენერგეტიკულ ველსხვები ახლა, იკარგება ამ დიცურათში და მე ხდება რა მომენტი რომ ის მე მთლიანი ინდივიდუალური აღარ არის. აღარ ვიცი ვინ ვარ, ხშირად ამბობენ ხოლმე. აი ძალიან ღრმად თუ ჩავიდა ლილიტი მერწყული, ესე ლომი თავის თავში, მე არ ვიცი ვინ ვარ. იმდენ როლს თამაშობ ეს ხო თამაშთან არის ლომი დაკავშირებული. იმდენ როლს თამაშობ, რომ აღარ ვიცი მე ვინა ვარ. ეს არის მე ლილიტი მერწყულის მეორე ექო. და არიციან არც ერთმა ვინ ვარ მე. და ძალიან კარგად არის ის მე. ოღონდ თვითონ ფოკუსში ვეღარ ხედავენ. ისიც ვარ, ისიც ვარ, ისიც ვარ. ორივე არის როლებში. მერწყულსაც აქვს ეს.
იგი ერთი ჯოხია. ერთი ჯოხის ორი ბოლო არის უბრალოდ. მაგიტომ არის ხო პოზიციურ ენერგიებს, ამიტომ ვიყენებთ ხოლმე ჩვენ, ხო? და აქ ზუსტად ეს მოდის, რომ მე არ ვიცი ვინ ვარ და ეხლა ვიღაცასთან რომ მივდივარ. დაშლილი პიროვნება, ძალიან დიდი სურათით რო ვთქვა, თողონთ ახლა არავინ არ არის დაშლილი, მაგრამ აი მე რო ვერ კრავ ჩემთანაც, ხო? პარტნიორთანაც აი ეს ქაოსი შემაქვს. და ჩვენი ლილიტები ხდება სხვების პრობლემაც, ეგ არის მთავარი პრობლემა, თორე ჩვენი პრობლემა რო იყოს მხოლოდ ეს კიდე ოკეი იქნებოდა, მაგრამ განსაკუთრებით ვინ არის ჩვენთან მუდმივად პარტნიორი? ანუ პარტნიორები ჩვენ ერთმანეთის ლილიტებს ვაყარით ერთმანეთის თავზე. რატო იშლება ურთიერთობები, ოჯახები ამიტომ. ვისაც ისე აქვს თავისი ლილიტი გაჭენებული, რომ უკვე აუტანელია სხვა ადამიანისთვის, ისინი შორდებიან. თუ ასე თუ ისე ჩემ ლილიტს ვაკონტროლებ, ხა ძალიან გადამეტებულად არ გამყავს, ურთიერთობის შენარჩუნება ხერხდება. ეს არის მთელი ფოკუსი. აი, კიდევ ერთი კითხვა. ლილიტების, როდესაც ლილიტები ყავთ ერთ ნიშანში, ეს არის ხშირად ერთი თაობის ადამიანი, დამუშავეთ, როდესაც ერთი წელია სხვაობა, ტოლები შეიძლება 6 თვე, შეიძლება დაბადების წელი სხვადასხვა იყოს. აი, მაგალითად ლილიტი თხის რქების შემთხვევაში. აი, ხა წარმოიდგინე, ყოველ ლილიტს აქვს პასიური და აქტიური მხარე. პასიურ მხარეს ვიძახით ქალურ საწყის, პასიური, მაგალითად ერთი ლილიტი თხის რქა, პასიური მხარე, სრულად უპასუხისმგებლო. აი ეს დევს, არაფერზე არ აიღებს პასუხისმგებლობას, არ იფიქრებს კარიერაზე, არ იფიქრებს სტატუსზე მაგალითად, თავისთვის არის. მეორე ლილიტი თხის რქა მამაკაცური ენერგიით, ყველაფერი უნდა ავიღო ჩემ ხელში კონტროლზე, ან იძულებით მეტენება. ერთი ერთ როლში იქნება, მეორე როლში, აუცილებლად. აი მე მინახავს ლილიტი მურიელები, წყვილები, ერთი იყო მანიპულატორი, ასე რომ ეჭირა, მეორე იყო მორჩილი. მაგალითად, ხო? ანუ ლილიტი მორიელის მეორე მხარე, სხერპლის როლში, მაგალითად, ხო? ერთი იყო იანურ მამაკაცურ ენერგიაზე, მეორე ინურზე, პასიურზე. რომელიღაცას აქვს, ესე იგი, ან ორივე, ესე ვეძახით ხოლმე, ბაჩუები არიან, ორივე უპასუხისმგებლო. საერთოდ არც ერთი არ იღებს პასუხისმგებლობას და მორღვეული არის ოჯახში ველი. საერთოდ საყრდენი არ არის ოჯახში. ესეც ხდება ხოლმე. მაგრამ მე რასაც ვაკვირდები, ორივე ეტაპს გადიან. ავიღო ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩემი არის, ჩემი რაც არის, იმაზე არ ავიღო პასუხისმგებლობა. ან თუ რამე პასუხისმგებლობა მოდის, მე მეტენება. და არა ის, რომ მე თვითონ ჩალიჩობ, რომ ავიღო ჩემ თავზე. ანუ გაცნობიერება არ ხდება, აქ რატო ხდება ეს ყველაფერი და ინერტულად მიყვებიან ამას. აი ესეთი ვარიანტებიც შემხვედრია. და ესე ვეძახით ხოლმე ბაჩუები, ორი ლილიტი ერთნაირი ბატები რო არიანო, რო ვიძახით ხოლმე. აი მაგალითად ორი ლილიტი კიჩხიბი, აი მყოლია წყვილად, ერთი ლილიტი კიჩხიბი, მეორე ლილიტი კურო. ესე იგი, რაც იყიდეს სახლები, არ გააფორმეს და ეკარგათ მერე ყველაფერი, მოკლედ შვილებს არაფერი არ შეუნარჩუნეს, ერთი ლილიტი კურო, რომელიც ეს კუროს თემებში ესეც ხო ესეც სტაბილურ, კომფორტულ ესეთ იმასთან არის დაკავშირებული. ვერ გაუფრთხილდა ერთი უძრავ ქონებას და მეორე ლილიტი კიჩხიბი, ვერ გაუფრთხილდა მეორე უძრავ ქონებას. ტიპიური ორივე იყო პასიურები, იმიტომ რომ აქტიურები რო ყოფილიყვნენ, მომხოჭელობა ჩაერთვებოდა მეორე ლილიტ კუროს, მოდი ეჩემია, მოდი კიდე ბინა მინდა, ეს მეორე აქტიური, აგრესიული. ორივე იყვნენ პასიურ ვარიანტში, შესაბამისად ვერც ერთმა ვერ შეინარჩუნა მთელი ცხოვრება ისე განიავეს, რომ შვილებს არაფერი არ დარჩათ ისეთი საყრდენი. აი ტიპიურ მას ვამბობ რა და ეს იმხელა გავლენას ახდენს ძალიან ბევრი კიდე ახლა კვლევები ჭირდება ამას. ახლა მე მაგალითად ძალიან ხსნობის მოყვარე ვარ და ყველა ვინც მოდიოდა ჩემთან, აი მე რო თვეები ვფიქრო, ყველა კლიენტზე ვფიქრობ, მათ სიტუაციაზე, სულ თავში კომბინაციებს ვატრიალებ, მათ რუკებს ხვერწილს, ყველას უყვარს მე რატო საიდან გახსოვა რომ 5 წლის მერე რომ მოდის გამეორებაზე და რო ვიცი სატყავდა კომბინაციები, საიდან გახსოვარ და იქიდან მახსოვარ რომ მე ვფიქრობ ამ ყველაფერზე, ანალიზს უკეთებ მე ხო, რაღაც ანუ კვლევაში ჩამაკ ეს ურთიერთობა და ამ ინფორმაციებიდან გამომდინარე, ძირითადად ურთიერთობებში კრიზისები ან მიჯაჭვულობა ან ესეთი რაღაც ესეთი ინტენსიური კარმული ურთიერთობები ეს ლილიტური არქეტიპებიდან გამომდინარეობს. რატო შეიძლება ერთი ლილიტი თხის რქა ეკიდოს მეორე ლილიტი თხის რქას? იმაში დაინახოს არქეტიპი პასუხისმგებლობის, საყრდენის
და ფეიკი აღმოჩნდეს მე ერთად რო არიან. არაფერიც არ იყოს ეგ, ხო? და მე ამას უწევს აიყოს თავზე მაგალითად ასოხისგებლობა, ხო? აი, ან ლიტკიჩხებთან იწყებ ურთიერთობას, გგონია როგორი ემოციურია, როგორი მზრუნველი არის და სინამდვილეში ჩაკეტილი არის, სინამდვილეში უჭირს ემოციების გამოვლენა, ეშინია ამ ემოციების გამოვლენა და მე თუ ჩემი ემოციების შეგრძნება შემიძლია, სხვის ემოციებს როგორ მივიღებ, ხო? შესაბამისად ურთიერთობებში ფეიკი ჩდება. ეს არის ეს. და კიდე ერთი კითხვა თუ გაქვს და მე უნდა გავარდეთ მე და შენ ქვეყანა საქმე გვაქვს. აი, როდესაც დავშვათ ლილიტი თვითონ პირად რუკაში აქვს ლილიტი და მეშვიდე სახლის ნიშანი აქვს ერთ ნიშანში. აბა ეხლა აი დავშვათ ლილიტი ყავს ტყუპში და მეშვიდე სახლი წყება ტყუპებით. მაგრამ მეშვიდე სახლში ის ლილიტი თუ არა? ლილიტი ყავს ტყუპების მეშვიდე სახლში და თავად მეშვიდე სახლთან შვიდე სახლიც იწყება ტყუპებით. ეგ არაფერს არ ნიშნავს. მან მართლს უყურებ უბრალოდ მეშვიდე სახლის მართველი, მერკურს უყურებ მერე სადგას. პარტნიორი როგორი იქნება ხასიათით მართლს უყურებთ. პლუს ვითვალისწინებ, რომ ეს პარტნიორი ლილიტური იქნება სავარაუდოდ. ან მე ჩაუტარებ ლილიტს მას. ან ის ჩამიტარებს მე ლილიტს, ან ორივე გავაწამებთ ერთმანეთს. ან პირიქით ორივე დავიკარგებთ. ადამიანს აქვს ეწყობა მეშვიდე სახლი ტყუპებით. მერკური სადგას იმას უყურებ. და ამავე დროს ლილიტი ყავს ტყუპებში. მეშვიდე სახლში ტყუპური ტიპის ადამიანი იქნება ძალიან ცივი. მაგრამ როგორ არის თუ საინტერესო მეშვიდე სახლში ლილიტი. ეს უკვე სხვა ისტორია არის. მათ თუ ტყუპი, ზოგადად ტყუპი ლილიტის არქეტიპი პარტნიორი უნდა იყოს მერკურიანელი, კომუნიკაბელური, ლამაზად უნდა ლაპარაკობდეს, ინტელექტუალი, ოღონდ მე მაგას ვერ უკაჩავენ ხშირად ხოლმე, თორე არქეტიპი გიგვინდა. ან ეს არქეტიპი მაჩვენებს მე რა მინდა გამოვიდე მომავალში. ხო ხტები? ანუ ლილიტის არქეტიპი ეს არის. რატო ვეძებთ პარტნიორებში ამ ლილიტს? იმიტომ რომ არაცნობიერ დონეზე ჩვენ გვინდა ეს რომ დავამუშაოთ. იმას პოულობთ, ვისაც უკვე ან დამუშავებული იყავს, ან გგონია ილუზია მაქვს, რომ გგონია რომ ის ეგეთია და სინამდვილეში არაფერი ეგეთი არ იყოს. თუ ის ეგეთია, ეს უკვე კარმულ კავშირს ვეძახით ხშირად, იმიტომ რომ აი თუ არის მერკურიანელი ადამიანი, ძალიან ბევრი ინფორმაციებს ფლობს, ან ინტერნეტ სივრცეში არის, ან ტელევიზიაში გადაცემები მიყავს სიტყვაზე, არქეტიპი, ტყუპის უნდა იყოს, ან ბოლო ძალიან ბავშვური არის, ძალიან მხიარული, შეიძლება არ იყოს დიდი ინტელექტის პატრონი, მაგრამ მხიარული იყოს, ბავშვური იყოს, სუბუქი იყოს, იუმორი ქონდეს, ესეც არქეტიპია ტყუპის. მორჩა მე დამიჭირა ამან. და მე თუ ამან დამიჭირა, ესე იგი ეს ჩემთვის კარმული არის, ვერც ვეშვები, მაგრამ ვერც მივდივარ, იმიტომ რომ ტყუპი ლილიტის პრობლემა რა არის? ეს არის მრავალფეროვნება. ძალიან ეშინიათ ხოლმე ღრმა ურთიერთობაში შესვლის, იმიტომ რომ მრავალფეროვნების მოთხოვნილება. რომ მოვიწყინო აქ მე რა ვქნა. არქეტიპულ დონეზე ენერგეტიკა აქვს ეგეთი. ზოგადად. აღარ მე ახლა ძალიან შაბლონურად ყვები, თორე იქ თელ რუკაში ხა შეიძლება მე რო სახლში იყოს და უკვე იცვლება იქ ენერგეტიკა. შეიძლება შეერთებაში არის ხო, მაგალითად რაღაცა ისეთ ეხა ურანი რო გადავა მაგალითად ტყუპებში, კარგად, ლილიტი ურანის შეერთება კონდეს მე ხო, ბავშვს სიტყვაზე. შემდეგ რო გაიზრდება, ამას ექნება უკვე განატყუპები, უკვე ურანული ენერგეტიკა სუსვანაირი, ხო? ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მინდა რა ვიკიდე? მე ვედი ხა ძალიან რამდენი გავიდა? კი, საკმარისად. ნორმალურად საკმარისად. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონია რომ ჩვენი კოლაბორაცია მოგწონთ, ჩვენი დუეტი, ესე რომ თქვა, ძალიან საინტერესო კითხვის სამსხალმე თამოდა. ველოდები ასევე თქვენს კომენტარებს, თქვენს ლაიქებს, მოგეწონათ ვიდეო, არ მოგეწონათ, რა კითხვები გექნებოდათ, რომ მე გავითვალისწინოთ, მე დავადგები უკვე თამოს ავსტრიაში უფრო მეტად, ვიდრე ესე მოდი გვაქვს ჩვენ ერთმანეთთან ესე რომ ვთქვათ და დიდი მადლობა რომ გვისმენთ, მეგობრებო, იმედია საინტერესო იყო. ხო, იქ კიდე საკვე გიქნება გასახილველი ვიდეოები. დროებით აბა გემშვიდობებით.